ღმერთი ვიგზავნის იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვინდა კი არა, ვინც ჩვენ გვჭირდება. ერთნი გულს ვტკენენ, მეორენი გვანგრევენ და მესამენი ვჩუქნიან რაღაც სიხარულს. აი სწორედ აი ამ ადამიანების წყალობით ჩვენ ვხდებით ძლიერნი და ვხდებით ის, ვინც უნდა გავხდეთ. ანუ ღმერთმა უკეთიცის ჩვენ ვინ ჭირდება. მაგალითი, ეს თქვენ შეიძლება სხვებისგანაც მოისმინეთ. მაგალითი, ცხოვრებაში თქვენთვის თუ უტკენიათ გული, ან სიყვარულზე გითხრეს უარი, ან მიგატოვეს, აი გაიხსენეთ ეს შემთხვევა, სწორედ ამ ადამიანების წყალობით, როდესაც მან ამის არგუმენტად მოიტანეს ის ფაქტი, რომ თქვენ უკვე უპერსპექტივო ხართ, რომ თქვენთან ისინი ვერ ხედავენ ვერაფერს ნათელ მომავალს. სწორედ აი ამ ფაქტმა შეიძლება მაქსიმალურად გაგაძლიეროს და გახდეს ზუსტად ის, რასაც ის ადამიანი შენში ვერ ხედავდა. მე ესეთი ბევრი მქონია, სულ ვოცნებობდი, რომ ამ ადამიანებისთვის მეთქვა. აი ხედავთ, თქვენ როგორი შეცდომა დაუშვით მაშინ, როდესაც გეგონათ. მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს უაზრობაა. იმიტომ რომ უკანა რიცხვით საუბარს აზრი აღარ აქვს. იცხოვრეთ დღევანდელი დღით, დატკბით და გამორიცხეთ ყოველგვარი შურისძიება. მას არაფერი სასიკეთო არ მოაქვს, ის შინიდან სჭამს ადამიანს. გაუშვით ის ადამიანი, ვინც თქვენგან მიდის იმის გამო, რომ თქვენში ვერანაირ ნათელს ვერ ხედავს. ესე დაუქნიეთ ხელი, კარგად იყავით და დაიმახსოვრეთ, როდესაც ის გაიხურავს კარს და წავა, აუცილებლად გაიღება სხვა კარი და იქიდან შემოვა სხვა. იყავით ძლიერნი, იყავით მტკიცე, იყავით რწმენით და ეცადეთ ყოველთვის აკეთოთ რაღაც, რომ გახდეთ უფრო უკეთესი, ვიდრე იყავით გუშინ, იკითხეთ ბევრი, იმუშავეთ თვით განვითარებაზე და ყველაფერი მაგრად იქნება. კოცნით!